დედაქალაქში სახალხო დღესასწაული თბილისობა აღინიშნება. 2 დღის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიების მთავარი ლოკაციები რიყის პარკი და ორბელიანის მოედანი იქნება. რა თქმა უნდა, საბავშვო გასართობი აქტივობები, დღის და საღამოს კონცერტები და რიყის პარკში განსხვავებით ორბელიანის მოედნისგან გვაქვს ძალიან დიდი ატრაქციონების პარკი. ასევე სპორტული გასართობი აქტივობები, რომელიც ასევე თბილისობის ტრადიციაა. ამიტომ ყველას ველოდებით დღის 12 საათიდან ოჯახებთან ერთად, რომ ყველამ მიიღოს სიამოვნება და ოჯახის თითოეული წევრისთვის საინტერესო აქტივობა ნამდვილად დახვდებათ. დღეს 20 სექტემბრის 20 საათზე იქნება საპატიო თბილისელის დაჯილდოების ღონისძიება, ხოლო ხვალ ღონისძიებებს შეაჯამებს გალა კონცერტი, რომელიც ევროპის მოედანზე გაიმართება. დღევანდელ დღეს თბილისობას, საქართველოს მოსახლეობას, თბილისის მოსახლეობას წარმოვადგენთ ჩვენ შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიას. ამზადებთ შვეიცარიული ტრადიციულ ყველს, ოღონდ ქართული ნედლეულით. გვაქვს სხვადასხვა სახეობის, სხვადასხვა დაძველების ტიპის ყველები. ყველაც ვიქნებით წარმოდგენილი, დღესაც აქ ვართ გვიანობამდე და შეუძლიათ მობრძანდნენ, გვეწვიონ, დააგემოვნენ ჩვენი ყველი. ეს არის დღე, როდესაც თბილისი კვლავ აჩვენებს თავის სილამაზეს, ღირებულებებსა და ტრადიციებს და ყველაზე მეტად მომწონს ქართული სიმღერები, ცეკვები და კონცერტები. ეს ჩვენი დღეა, ჩვენი ქალაქის დღეა. გილოცავთ მეგობრებო და ეს დღე არასდროს არ უნდა გააქრეს ჩვენი ცხოვრებიდან. ეს ესეთი აუცილებელი დღეა ყველა თბილისელისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ახალ დანიშნულ ელჩებს მიღებაზე უმასპინძლა. 15 ქვეყნის ელჩებთან სიტყვით გამოსვლისას გიორგი ზურაბაშვილმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას. მინისტრის მოადგილეებს ჩვენ ვაწარმოებთ ინტენსიური შეხვედრები და კონსულტაციები მათთან, სადაც ჩვენ გავაცანით საგარეო მიმართულებები, გავაცანით ეკონომიკური პოტენციალი, გავაცანით საქართველოს როლი რეგიონში. დღეს არარეზიდენტი ელჩები და ახალ შემოსული რეზიდენტი ელჩები შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, სადაც გაიმართა მათი რწმუნების სიგელების გადაცემის ცერემონია. საქართველოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადავეცი. ძალიან კონსტრუქციული შეხვედრები მქონდა საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ პირებთან. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ჩვენ შეგვიძლია ორმხრივი ურთიერთობები ახალ სიმაღლეზე გადავიყვანოთ. ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობა მოკრძალებულ ხასიათს ატარებს და ამ მიმართულებით მუშაობის შესაძლებლობა არსებობს. ქართველები და იორდანიელები ორივე მშვიდობის მოყვარული ერია. ჩვენ გვაქვს მოქალაქეებისთვის კეთილდღეობის მიღწევის დღის წესრიგი და იმედი მაქვს ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება. თვითმმართველობის არჩევნებამდე ზუსტად 2 კვირა რჩება. არჩევნებში მონაწილე პარტიები წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს მართავენ და საკუთარ გამარჯვებასაც აანონსებენ. განსხვავებულია გირჩის მიდგომა. პარტიის თავმჯდომარე იაგო ხვიჩია თვლის, რომ ყველაფერი უკვე გარკვეულია და რეალურად ახლა ოპოზიციურ ფლანგზე ბრძოლა მეორე ადგილისთვის მიმდინარეობს. კონკრეტულად მასსა და რელო გახარიების კანდიდატ ირაკლი კუპრაძეს შორის ოპოზიციას უშანსოს უწოდებენ მართლ პარტიაში. პირველ ტურში მთავარი კონკურსი ჩემს და ბატონ კუპრაძეს შორის მიმდინარეობს. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ქართველ ხალხს აქვს ასარჩევი ამ შემთხვევაში, რას ანიჭებს უპირატესობას, რესურსებს, რომელიც ლელოს გააჩნია, თუ სიმართლეს, რომელსაც 9 წლის განმავლობაში ველაპარაკებით. კონკრეტულ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ადეკვატური ქცევა არის ის, რომ ჩემს და კუპრაძეს შორის გამართული იყო ბევრი დისკუსია, ბევრი დებატები, მათ შორის ლელოს მიერ კონტროლირებად ტელეარხებზე და ეს ყოფილიყო შანსი კალაძესთვის დამატებითი ხმების წართვების, მაგრამ ვინაიდან ეს არ ხდება, გამოდის რომ მთავარი კონკურსი ჩემს და კუპრაძეს შორის მიმდინარეობს. თვითონ დააყენეს ასე საკითხი და არა პირობითად პირველი ადგილის მოსაგებად. მოხდება 4 ოქტომბერს და კრება დარჩება მხიარული. სწორედ ამიტომ იმალებიან ციხეში, რომ ამდენი იმედგაცრუებას ემატება და საზოგადოება ხეზიანდება სრულ იმედებით, რომელსაც დაუსრულებლად აძლევენ მოქალაქეებს და არაფერს არ აკეთებენ ამ მოლოდინების სისრულეში მოსაყვანად. ნებისმიერი რადიკალური სცენარი ჩვენთვის მიუღებელია. ის, რასაც ნაციონალური მოძრაობა ბოლო კვირების განმავლობაში აკეთებს, ანუ წინასწარ აანონსებს, თარიღებს, საათებს, თუ როგორ უნდა დაამხონ ქართული ოცნება, მინიმუმ სასაცილოა, მაგრამ ყველაზე მძიმე ამ ყველაფერში არის ის, რომ ნაციონალური მოძრაობა აგრძელებს საკუთარი ამომრჩევლის და ზოგადად საქართველოს მოსახლეობის მოტყუებას. ოქტომბერს არაფერი არ გამოვაოთ, მიუხედავად იმისა, რომ კი, რა თქმა უნდა, მოდუნების საშუალება არავის არ გვაქვს და რაღაცა ტიპის ქაოსს შემოიტანენ.
თუმცა სახელმწიფო დგას ძალიან მყარად ჩვენი ინსტიტუტები, სამართალდამცავი ინსტიტუტები მით უმეტეს და შესაბამისად, რა თქმა უნდა, არავის არ მიცემთ ქვეყნის არევის საშუალებას. ეხლა ლელოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი შეუერთდებიან 4 ოქტომბრის ამ აქციას, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ისინი ვერ ელებიან იმ რადიკალურ ხაზს, რასაც მიყვებიან ამ წლების განმავლობაში. ამ სცენარში ჭირდება აღსრულება. ვინ არიან აღმასრულებელი, ამას ძალიან კარგად ხედავთ იმ ოდიოზურ ეგრეთ წოდებულ პოლიტიკოსებს, ხო? ეხლა რაც შეეხება ეს სიტყვები თამაში და რაღაც პერფორმანსები, ვნახეთ ჩვენ პერფორმანსებით და ვნახეთ კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულების, რომელიც პასუხისგებაში არიან შემდეგ მიცემული თავიანთი კონკრეტული გამონათქვამებისთვის. თუ მაინც რომელიმე რადიკალური ჯგუფი, ის გათითოკაცებული პარტაქტივიდან გადაწყვეტს, რომ რაიმე სახის, ესე ვთქვათ, დესტრუქციული ქმედება განახორციელოს, რაიმე სახის ესკალაცია შეეცადოს, ეს რუსთაველის გამზირი იქნება და ასე შემდეგ. კანონის სრული სიმკაცრე დაგებს პასუხს და ეს მათაც ძალიან კარგად იციან და ძალიან კარგად იცის ეს მათმა პატრონებმა. ქართული ოცნების ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაქარია ციკლაურმა ქინძმარეულის ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. კანდიდატმა ადგილობრივებს 4 წლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო. ქონდა ქინძმარეულის ქუჩის მოსახლეობასთან. მე მათ გავაცანით ჩემი სამოქმედო 4 წლიანი გეგმა და ვისაუბრეთ იმ საჭიროებაზე, რაც ადგილობრივებს აწუხებთ. ამ ქუჩაში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. არის პრობლემები, რომლებზეც მოსახლეობა დღეს ღიად ლაპარაკობდა, მათ შორის ერთ-ერთი სათხოვარი, რაც ჰქონდათ მაჟორიტარობის კანდიდატთან ზაქარია ციკლაურთან, აქ არის სტადიონი, რომლის გარემონტებას ისინი ითხოვენ და ჩვენი დაპირება ალბათ იქნება ის, რომ ძალიან მალე იმ სივრცეებს, რომლებიც არის მოქალაქეებისთვის, ბავშვებისთვის, შეემატება ახალი სივრცეები, სადაც რომელიც მოსახლეობის აქ ყოფას უფრო კომფორტულს გახდის. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ვარლამ ციკლაურმა მთავარი პრიორიტეტები და მიზნები რუსთაველისა და საფარის ქუჩებზე მცხოვრებ მოსახლეობას გააცნო. აქტიურად ვაგრძელებთ წინასაარჩევნო კამპანიას, ხვდები მოსახლეობას, შეხვედრები გამმართე ქალაქ ახალციხეში, საფარისა და რუსთაველის ქუჩის მცხოვრებლებთან, მოვისმინე მათი საჭიროებები, ვიმსჯელეთ გამოწვევების გადაჭრის გზებზე. ნინოების 5 სულიანი ოჯახი თბილისობას ახალციხეში შეხვდება 23 წლიანი ქირით ცხოვრების შემდეგ. ნინოებს სამგორის რაიონში ავეჯითა და ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი 3 ოთახიანი ბინა თბილისის მერიის უსახლკაროთა რეგისტრაციისა და მათი თავშესაფრის საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში გადაეცათ. შეგვიძლია მაქსიმალურად ყველანაირად ყველა ის ოჯახი 400-მდე ოჯახი ყავდა, ხო? ეს ბოლომდე ყველა ეს 400-ე დაკავშირებული გქონდა. ძალიან ბევრს კარგავენ ბავშვები რა განათლების მხრივაც, იმიტომ რომ ქირით რო ხარ, ქირას იხდი, იქის და უკვე ბავშვებს ძალიან აკლდებათ. ძალიან დიდი სიხარულია, არც ჯერა. ჯერ ვერც გავიასრე რა ხდება რა ჩემ თავს. ეს ვიმყოფებოდით ერთ-ერთ ოჯახში, რომელსაც ჩვენ გადავეცეთ სოციალური საცხოვრისი, ეს არის 5 სულიანი ნინოების ოჯახი, რომელთაც ჰყავთ 3 შვილი და შესაბამისად მოხდა მერიის მიერ ამ საცხოვრისის სრული რემონტი, აღჭურვა და კეთილმოწყობილი ბინის გადაცემა. ქალაქში ზაზა ფერაძის სახელობის საწყისის საბრძოლო მომზადების ცენტრის 12 წლის იუბილისადმი მიძღვნილი და რეკრუტების ფიცის დადების ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძეს, საწყისის საბრძოლო მომზადების ცენტრის ხელმძღვანელობა და რეკრუტების ოჯახების წევრები დაესწრნენ. საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრში მრავალი დისციპლინა შევისწავლეთ. ამ დისციპლინების ჩამონათვალს რომ აღარ ჩაუღრმავდეთ, მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული, ასევე თავდაცვის ძალებისთვის და საწყის საბრძოლო მომზადებისათვის მნიშვნელოვანი დისციპლინებია, რომლებიც გამოგვადგება სამომავლოდ. დღეს დავდე ფიცი. ეს იყო ჩემთვის და ჩემი თანამებრძოლებისთვის მნიშვნელოვანი დღე. აქ გავატარე 6 კვირა და ძალიან ბევრი რაღაცა ვისწავლე სამხედრო თემები. ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებენ. თავიანთი სურვილი იყო რომ გადაწყვიტეს და წამოსულიყვნენ. უყები არიან და თავისთავად მშობლებისთვის ძალიან ცოტა ისეთი ის არის რომ გაუშვა ორივე ერთად სამხედრო სამსახურში და დიდად კმაყოფილები არიან თვითონაც და ჩვენც. განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტში შეხვედრები დაასრულა. კომიტეტის წევრები 3 დღის განმავლობაში ადიგენის, ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეწვივნენ.
სოფლებში არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას აძლევს ადგილზე ყველა მსურველს, სკოლის მოსწავლე იქნება თუ ბაღის აღსაზრდელი, კონდეს წვდომა როგორც განათლებაზე, ასევე იმ მაღალი სტანდარტის ინფრასტრუქტურაზე, რაც უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის უნარების გამოყენებას და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქედან არ მოუწევთ ადგილობრივ მოსახლეობას დედაქალაქებში და რეგიონალურ ცენტრებში იმისათვის გადასვლა, რომ მათ განათლება მიიღონ. სკოლებში ძირეულად შეიცვალა ყოველგვარი ინფრასტრუქტურა, ეს ეხება სკოლის როგორც სპორტულ ინფრასტრუქტურას, ასევე საგანმანათლებლო კუთხით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო სველი წერტილები, საკლასო ოთახები, ლაბორატორიები, სკოლაში არ არსებობდა და დღეს ორივე სკოლაში არის ბიბლიოთეკები და მინდა გითხრათ ის, რომ დღეს სრულფასოვნად შეუძლიათ ჩვენს მოსწავლე ახალგაზრდებს მიიღონ სრულფასოვანი განათლება. ღირებულებითი განათლების პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ ღონისძიება. საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მიმართა და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ქრისტიანობა არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი თანამედროვე მსოფლიო ცივილიზაციის და კულტურის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია. დღეს მსოფლიოში არ არსებობს ჭეშმარიტი მეცნიერება, ხელოვნება თუ ლიტერატურა ქრისტიანული ღირებულებების გარეშე, რომელთა აღმოჩენა და მოზარდებისთვის მართებულად მიწოდება არის ჩვენი ყველა საერთო და უმთავრესი მისია. შედეგი არის ის, რომ განათლების სამინისტროში დამტკიცებული არის ღირებულებითი განათლების პროგრამა, ხელშეწყობის პროგრამა. და ეს უკვე ნიშნავს, რომ ოფიციალურად როგორც არჩევითი საგანი და როგორც კლუბური განათლების კომპონენტი განათლების სხვა საგნებთან ერთად სკოლაში არის დანერგილი. ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანი თავის აღზრდას იღებს არა მარტო ოჯახში, არამედ იღებს სკოლაში და ამ პროცესში სასულიერო პირების ჩართულობა, რომელთაც უნდათ რომ ასწავლონ ის მნიშვნელოვანი ფასეულობები, რომელიც სიყვარულთან, მეგობრობასთან, ათიმცნების დაცვასთან და იმ ტრადიციებთან არის დაკავშირებული, რაც ქართულ იდენტობასთან, ჩვენს წარსულთან არის დაკავშირებული უაღრესად მნიშვნელოვანია. სასურველი გარემო შექმნეს და ბევრ ახალგაზრდას მისცეს ახალი ხედვით სამყაროს დანახვის შესაძლებლობა. დღეს დაჯილდოებული იყვნენ ეს მოძღვრები, შეიძლება ითქვას აი ამ სერტიფიკატით, მათ შორის გახდით მეც და მადლობა ყველა მათგანს, ვინც აი ამ სულისკვეთებაში, აი ამ ღირებულებითი განათლების კლუბების დაარსების საკითხში თავისი წვლილი შეიტანა. თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო. მუსიკის მოყვარულთა წინაშე პირველი კონცერტით გორის ქალთა კამერული გუნდი წარდგა. დღეს კი სცენას პიანისტი ელისო ვირსალაძე დაიკავებს. ფესტივალის ფარგლებში სამუსიკო სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის დაგეგმილია მასტერ-კლასების ჩაატარებაც. გაიმართება მასტერ-კლასები, ტრადიციულად მასტერ-კლასებს ჩაატარებს ქალბატონი ელისო. წელს ჩვენ მას დაუთმეთ მთელი სამასტერ-კლასო დრო, იმიტომ რომ იყო ძალიან დიდი სურვილი და მოთხოვნა ქართველი ახალგაზრდების მხრიდან და მათი პედაგოგების მხრიდან და ასევე ფესტივალში ჩართული არის საუბრები მუსიკაზე, სადაც მონაწილეობას მიიღებენ იტალიიდან ჩამოსული ქალბატონი, რომელსაც ფესტივალების მოწყობის დიდი გამოცდილება აქვს. მინდა ქალბატონ ელისო ვირსალაძეს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ მე ჯერ კიდევ პირველი მისი ფესტივალები მახსოვს და იმ დროიდან ვარ ამ ფესტივალის და საერთოდ რაც დავიბადე და თავი მახსოვს მისი შემოქმედების გულშემატკივარი. ის აკეთებს უდიდეს საქმეს, როგორც არა მხოლოდ დიდი სოფლიო მასშტაბის პიანისტი, არამედ როგორც დიდი პედაგოგი და ამ ფესტივალის ფუძემდებელი. საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა. ხურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ჩამოაყალიბეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. ჯგუფის წევრებს ქალაქ გორში მფლობელობაში გააჩნდათ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა ნაგებობებით და ტექნიკური აღჭურვილობით, სადაც ახორციელებდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ფილტრიანი სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე დამზადებას და შენახვას მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. დაკავებულებს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვების და შენახვის ფაქტებზე წარედგინათ.
რაც სასჯელის სახე და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქართული ოცნების წალენჯიხაში მერობის კანდიდატმა პარლამენტის წევრებთან ერთად ახალგაზრდა სპორტსმენებთან შეხვედრა გამართა. ახალგაზრდისთვის ეს мотивация არის, რომ შენი შრომით, მონდომებით როგორ უნდა გავიტანოთ ჩვენი ქვეყნის სახელი და გავაცნოთ მთელს მსოფლიოს. ამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩვენი პრიორიტეტი არის ახალგაზრდები, რა თქმა უნდა. ამის ნათელი მაგალითი არის თუნდაც დღეს აქ შეკრებილი ახალგაზრდობა, როგორ შესიცინებენ თვალებში ბატონ ლაშას. დარწმუნებული ვარ, თითეული მათგანი ოცნებობს, რომ გახდეს ესეთი წარმატებული, როგორიც ბატონი ლაშა არის. ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, სპორტის განვითარებისთვის. მთავარია, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მოსწეს ქუჩას და მივყვეთ ჯანსაღ ცხოვრებას. დღეს სტუმრობს მსოფლიოს 7 წლის ჩემპიონი, 3 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, 7 წლის ევროპის ჩემპიონი ბატონი ლაშა ტალახაძე. ყველა ბედნიერია თქვენ ნახეთ ის დახვედრა ახალგაზრდებში და ამით კიდევ ერთხელ ხაზი გვინდა გაუსვათ, რომ ჯანსაღი ცხოვრება, შრომის მოყვარეობას ყოველთვის მოაქვს შედეგი და ამის სიმბოლო არის ჩვენი ლაშა. შევხვდით ჩვენს ახალგაზრდებს წალენჯიხაში, ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც აი ამდენი ახალგაზრდა თაობა იზრდება, ამდენი ახალგაზრდა ბავშვი არის ჩართული სპორტში. ბედნიერი ვარ, მიხარია, როდესაც რაიონებში დავდივარ და ხვდები ესეთ გულანთებულ ახალგაზრდებს, რომელსაც დასახული აქვს ვიზა, რომ გამოვიდნენ ღირსეული ქართველები და იყვნენ წარმატებული ადამიანები. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი.